რა ჭირს ბიჭო ადამიანებთან და რადო დასაჯასე გამჩენმა. ცირება, როცა ადამიანი ცხოვრებაში რომ მოდის და ვერ ამოწმებს ხშირად თავის საკუთარ თავს ვერ ამოწმებს. და თუ თავიდანვე ეს თვისება დაჰყვა ადამიანს შორს წავა. ყველა ჩეული აი მაგრები რო არიან აი ტიტანები ისინი ყველა ღმერთის ყურადღების ქვეშაა. ყველა ასე მგონია თვითონ მიქელანჯელო რას ამბობს რომ მე რასაც ვაკეთებო მე არ ვიცი მე ღმერთი ვაკეთებს. მიქელანჯელო ლექსებს წერდა და წინვალეს მგონი გეხნება აი საქმე სულ მაფიქრდება მე ანგელოზები რო იხატება საღდარში ისინი ცოცხლები არც ერთი არ არიან წარმოდგენაშიც არ არიან ისინი არ გაჩენილები არიან რომ არ მოსულან დედამიწაზე და არც არასოდეს არ მოვლენ მაგრამ სისუსტე რა შეიცი ადამიანის სახელებით რომ დახატა რა ვიცი ჩვენი ზევით ახლა მე გადამიერვა თავში ერთმა ლექსმა რა მე 13-დან ის და პირველად რაიცი არ იყო ვრცელი ორი ბწკარი ერთი კუპლეტი რაღაც ასეთები და ზეპირად დამქონდა ხახარზე ვერ ბედავდი განოტანას მე და მე ცოტა რომ სიღრმეებს შევეხე მე უკვე თვითონ შინაარსმა უკვე შინაარსმა თვითონ ძალიან დატვირთვა რომ მიდიოდა აზრების რაღაც მეტყოლებაში უკვე მე სხვაგვარად არ გამოვიდა რა უნდა გადმომეტანა და დავიწყე უკვე 13 წლის რაში ზღვას ვხედავ ერთ წვეთში წამი ჟამად მარის ფარად თავს უდგავარ ჭირის უფლად მოკვდა უკვდავების თვალად ამაღლებამ ზეცხის კართან სამუდამოდ დაიკარა თეთრი არის შავი არა აზრმან შვა ცოდვად ბრალად ურცხვად ვარსობთ ხორცად ძვალად შემეძლო მე რაც ხეთი ცხოვრება თავისებურად მომეწყო არასოდეს არ მიფიქრია მაგისთვის მაგიზე დაცვადირე მოვდივარ ასე ხოდა გევიხარჯე სადაგზა დრო გაფრინდა ასაკი მიდის მოვედი ასაკში ღმერთმა ინება ასე და გერამ ძველ ქოხში ამოვყავ თავი და მარტო ხელა დარჩი იმიტომ რომ ძალიან ძნელია ადამიანმა შესაბამისი ბუნების ქალი მითომეტეს შესაბამისი ბუნების რაღაცა განსაკუთრებული თუ რაღაცა გაწიოკებს და მე გავიხარჯე აი სულის კვეთებით რაღაც ამნაირი ვარ ჩემმა სულმა აი მაშინ რო არის საწვავი რო ასხედა ანთია და გამელევა ეს რაღაცა თუ რამე ენერგია ჩემში და იმაში ეს იხარჯებოდა რომ მე სულიერად მოვედი სული მაფორიაკებს ნახატი იყო ბავშვობაში მეტილა თუ რაღაცა მანდ-მაინც არა მაგრამ პოეზია მისე ჩამი ხუტა რა ასე გამოდის მოაჩვენე ბევრგან აუმარია 905-ში მე მგონი გერმანელს აქვს დანახატები ხეთი არც ისე ძლიერი ნახატია მაგრამ ვიღაცა ეთყობა ხატავდა რა მომაჩვენს ვეყოლე მე 70 წლის ასაკში მე ბევრებს ვეყოლე
ბავშვი რო მშობლები ჭირდება, მე უკვე ბებრები მყავდა, მშობლები რა, მაგით დედათვეთირე და ყველა დათავისებული იყო შვილები, მშობლების და იგენი მის ოჯახებს და იმას და მე გავიზარდე, რაღაცნაირად ხედი ცოტა უყურადღებოდა, არ ყოფილა ცუდი კაცი. მე მახსოვს ესე 5 წლამდე იქნებოდი კარგად მახსოვს, რომ წავიდა იმ ქვეყნად. უსიცხვანთებით წავიდა. ახლა ვინ მოგდება მაგით დედაც. მაგარი იყო ის არ ეტყობოდა არ იყო ფხიანი იყო. ბაბუათ თურმე ბაბუ მაგარი ის ჯამთელი იყო და იმიტომ 120 წელი გაკაჩა. ბებიაჩემი ასე დაახლოებით 105 წლამდე მისულა. ბებიაჩემი იყო რა ქვია კაკო კაჩა ის აქვია იმას ისე გურული ფირალები ხო გაიგონია და ის იყო რა ქვია სიმონა დოლიძე და გაიგონია ხალხს ძალიან უყვარდა. აი იმის იგენი იყო ბებიაჩემი. განაყოფები და ბიძაშვილობა და დედმამიშვილობა და ქალებიო ყველა გაუთხოვარი დავრჩით. რომ შორიდან ჭიტინობდნო ხალხი, იმიტომ რომ ხო ყაჩაღები იყო და სავსე იყო ეზო და დღეი და ღამეო სტრაჯნიკები და მაშინელი მეფის რუსეთი ხო იტირას გვიშობოდა და მთელი გური აწიოგებული გურია მაგრები იყვნენ მაშინ. მეფის თავრობის დროს არც ერთი ქვეყანა ისე არ უმლაშებდა რუსებს, როგორც გურულები. თითქმის ნახევარგურული ტყეებში ცხოვრობდა. მაგრები ყოფილა. და მეამაყება. ხოდერთის აი ბებიაჩემი სიმონა დოლიძის ყოფილა. და მომაყოფ მე ამით. აი ეს სახლი რამდენი წლის არის? სხვათა შორის მე ცოტას ვამბობ. ეს სახლი 300 წელზე მეტის იქნება ბევრად. მაგრამ ეს 300 წელს უბრალოდ ჩემი ანგარიშით 200 წელი ჩვენს გვარს და ჯილახს. ეხლა ვთქვი ბაბუაჩემმა 30 წლის ასაკში თუ მეიტანა ეს ურმებით მოუტანია და 30 წელი გამოაკელია თუ 90 წელი ხო გამოდის რა ასოც და 82 მე ვარ და იქიდან ხო მოდივარ და კიდევ ბაბუაჩემი 914-ში წევიდა იქით და 914-დან მე 53-იანი ვარ რა ხოლა და ტომატი კიდე რა იქნება 200 წელი თითქმის რაც ჩვენი მასია და იქინე რამდენ ხანს იქნებოდა აი რა ვიცი მე მიდადავატირე აი ბოკონზე იდგა თუმე ბოკონს ასუსახი ინცი საზიკველი ვარ დამბალი იყო იმას უშენებდნენ ქვებს და იმას ხო და ის იმ სტილში იყო აგებული რომ გეძლა ცოტა და ამერე ის სხვათა შორის ბაბუაჩემს ესე იგი ბევრი მდენონში ისე ბაბუაჩემი ყოფილა დედისერთა იმხანა დედისერთები იშვიათი იყო თურმე და დედამისი ესე იგი დიდი აი თვითონ როგორ იტყვიან ჩემთვის ბებია ნაღდი წარმოიდგინე 914-ში წასდა ჩემი ბებია ბაბუაჩემი დაბადებული არის ერეკლე მეფის დროს. არ დაიჯერებს ბიჭო ადამიანი. და 914-ში 120 წელი და გეანგარიში როდის იყო ერეკლე. გეანგარიში მე მაგაზე ახალი შინაურებს ვაფიქრებ და იქიდან და მე ის თვითონ წარმოიდგინე ის ესე უცნაური რაღაცები არის. მოსაყოლად მე ბებრებს რო გავუშვი, კიდევ ძალიან დიდი დაშორიშორება და არ თხოვი მე ჩემს რაღაცებს. იცინია. რომ ბაბუაჩემი იყო 120 წლის და 914-ში წავიდა. ხო და რაფერ ახლა რავალი სათქმელია? ჰა? ცხენებს წვრთნიდა? თურმე აი წეხარ მომბოდი დედისერთა იყო ბაბუას შემორჩა ზედმეტის სახელი კაკალა გოგია კაკალა გიორგი ქუდეს და
კაკალა რატო თუნდაც დედამისმა ესე ბაბუაჩემის დედა ეს არის ჩემი პეპერა თუ რასაც უძახინა იმანიცოდა მოფერებაო თუმე ერთი ბიჭი ხო ყავდა ჩემი ერთი კაკალა ხო ეს შემორჩა ბაბუას ჩაყვასამარეში სახელი თუმე გეუჩადე იყო მაგრამ მეწილათო გოგი კაკალას დახოდენო კაცო და აი არ წუხდათ მე ბაბუაჩემი მანდა მაინც და ქონია ითი ფხა ქონია ფხა და ცხენებზე მითხარით? ცხენი თურმე სოფლად თავისი გატანა და მაშინ მონებავით იყო ხალხი კაცო ბატონები იყო და ქირაობდა ბატონი და აი ეს ამუშავებდნენ და მიცემდნენ აცაცილ და ბაბუა ცოტა ფხიანი ყოფილა რა და გამოუნახია რაღაცა რა სახსარი ცხენი გოუჭირ ალბათ და მაშინ ახლა რა ძვირი ღირს და მაშინ კაი ცხენი რა იქნებოდა ყველაფერი იყო ცხენი და ხარი და არაბული ცხენი მოუშენებია ლურჯა პეტნეებიანი თუმე ლამაზი ცხენები არისო და ამით ბაბუა მაგრა გამდიდრებულა და იმდენად ახლა ეკონომიურად ახლა ისეთი ბუნება ჰქონდა ხომ დიდარი იყო ბაბა თვითონ მაგრამ არასოდეს მეტი ჩარადამფერი კაცი არ იყო თუმე უბრალო ადამიანი და ჩულებად მაინც არც ბატონიდან თავისუფლდა და ყველაფერით იმიტომ რომ ყველა თავადი და თავადი შვილები და ეგენი თუმე გოგიას ეფერებოდნენ ცხენების გამზრდელი იყო თუმე რას არასწავლიდა ცხენს და ეთყონდენო ზაგა ცხენს უნდა 5-6 წელი რო გაზარდო ხო და ისეთ ცხენებს დიდაო ზაკას აძლევდნენ გოგია გამიზარდეთ ცხენი და ნაღდი იყო გოუზრდიდა ცხენს თავლაში ათევდა ღამეს ცხენთან თორმეტი ცხოველს რო შეყარებოდა გამოვიდა სახეობა არ გამითოხნია მაგის დედავატი 120 ჯი უნდა იყოს ლა ჩემი ეზო აი ჩემი გაჩენებულია აქან იყო ძველი ხევი ჯიჯახი ხევი ამე ხოთი გოუშენებელი ადგილმდებარეობა მოულელი და გავაჭრელა და ახლა მე ისეთ ცხოვრების ჟამს მოვედი ცოტა მოვეშვი და რა დღეშია აი ეს გასათოხნია გასასუფთავებელია მივიცლი რა და ნენელა უნდა გავაკეთოს სხვა ვინ გააკეთებს უნდა გავხნო ბატონო ანზო ბატონო ბუნებასთან სიახლოვე ადამიანს რას აძლევს ამშვენებს ახალისებს თვითონ ვერძნობს ისე მოდის ისე ბუნებრივად მოდის ამიტომ ადამიანებმა ქალაქი ეთქონო უნდა ჩაფლას მწვანეში მაგრამ აწი თუ მიხვდებიან მაგას თუ არა აქამდე რაც ქალაქებია გაჩენებული გეხედავთ რა დღეშია ქვევში ჭიჭინობენ ქვევში ვირთხებით დიდი სივრცეები უნდა ქონდეს შესაძლოა ევროპაში ამას ასეთი ქალაქები გააშენონ ახალი რაც არის ძალიან მათა გემოვნებით გაკეთებული და შესაძლოა ჩვენი არქიტექტორები რაებს არ აკეთებენ უცხოეთში ვიღაცამ პალმა დახატა ზღვაში მაგარი ინჟინერები ვართ იცი სხვა სასხუმე ფიქრებია შეიძლება ქართველმა სანუკვარი რაღაც რო გამოხატულება სიტყვით და დაუწყო ქექვა როც ბედნიერება ახტაცებით და სავსერწმენით უახლოვდება უკვდავებას ამაზე მეტი მაგალითი შეიძლება
და თაიგულობს საკმარისი აქ ცხოვრების სულ მცირე დღენის რომ უკდება უსკრუში რაც ჩაიობას გულის სიღმეში სადგურებს უმალვეს რომ ფარულ ტკივილით ის გვინერგავს დარდსა და ჭუნვას შფოთავს და გვართმევს სიხალისეს სიმშვიდეს სულის არსება ჩვენსას ასაზღვარი ნიღბებით უვლის აგერ დემნება შინ და გარეთ ცოლად თუ ბავშვად მოგვევლინება საწამლავად წყლად ცეცხლად დაშნად თრთი მის წინაშე რა ჯერ კიდევ არ დაგინახავს და მას მისტირი რაც არასოდეს არ დაგიკარგავს საოცარია გვერდე მე ბევრი შემეშალა ბევრი მოქმედი ისე როგორც თხოვდა რაღაცა შტაგონება ბევრი ვერ გავქარ ახლაც რო უყურებ რა ახლა უფრო თამამად მეთქვის ბევრი რამე ადრე ვერ ვედავდი ჩუმად და ახლა მეტი უფრო ამბობ მაგის დედაცმადი არ მეუხერხულება თქმის ხმამაღლელი თქმის ეს გრუპად მეცი და ერთ კითხვასაც დავსვო რჩევა მინდა გქონოთ ახალგაზრდებს რა რჩევას მისცემთ აი ხა ჩვენ როგორ ვიცხოვროთ რა გავაკეთოთ ახლა ახალგაზრდები მე ახალგაზრდობა საერთოდ საკუთარი ახალგაზრდობა მოხდოვანებ და ძალა ხო იცი და აფითილებს რა რუსულად როგორ გითხრა ხო იცი თეთრ ანთებს და ხო და თან რა იცი აი მზე რო ამოდის ახალი ან ახლა რო იფუჩქნება ყვავილი ხო თავისე ძალიან სიხასხასი აქვს და ხარდი და ახლა ასაკში რო ვარ ახალგაზრდები როგორ გითხრა თუ თქვია სიყვარული მიყვარს ახალგაზრდებით ყველა გაგაბიჭები და იგენი და მეცოდებიან ახლა იქ უგანაჩენობაში არის იქ ხო მაგრამ აი რა რჩევას მისცემთ რა რჩევას ეხლა კარგ ჭკვაზე არიან იქ მაგის გარეშე ზოგადად მომავალ თაობას მე ვამბობ ხო ახლა რო უყურებ მე ბუნდოვანი და ის რომ სუსტები და აქვია ყოფით სითის შემაიფარგლება და ეგრევე წავა წუთისობრიდან ცხოველად აგენს აგულისხმობ რომელიც ნათელი სულის კეთების თაობას ფიქრობ მოვიდა იმიტომ რომ კარგად საუბრობენ და ახლა იმას კი ანიშნავს დალაგდა საქართველოში და მოწვინდა გენიოსები მაგრამ ამაღლება არის ახალი საქართველო მოდის და ისე შვებით ვარ ვასაკში ვარ ილოა ჩემი დრო მივჯენილი მაქვს აი ასე წელს მივედი ხო მაგრამ მიხარია ბიჯეს საქართველო არ უნდა წაიქცეს იმიტომ რომ ჩვენი გენი არის ძალიან სათაყვანებელი გენი ეს თავის მაგარ სიტყვას იტყვის კაცობრიობის დონეზე უფრო მაღლა იმიტომ რომ ჩვენ ენას იმ ხელას სიდიადე ახასიათებს მე თითქოს ჩემ თავზე რაღაცა ვიღაცაში საღაციდან სული ჩემი სული გამოვლილია 1000 რაღაცებს სული მოყვება წინაპრების ძიმე სული და ვერ ვქაჩავ ბიჭო როგორც უნდა ის მაგრამ ცდილობ მაინც მინანი ხო ალო იოგი სტორი ნახალვა ხო საიდანით შენ შენ განაცვალ რანარი ხალხი მოვიდნენ არ იკითხავ რანარი ხალხი არის იცი მე რომ მახარებს აი ესეთი ხალხი არის ახლა ჩემთან კარგი ახალგაზრდები რა ხო იცი მე
მე ხო იცი მე გაშიშვლებული ნათქვამითი და არავით არის პირფერობა და არავით არის რაცა დავა ვიდეო ხო და როგორი დასაწყისია იცი რომ გაგრძელდება სანამ ღმერთი მომცემს სიცოცხლეს და მე მგონი ჩემთან ადამიანს თუ ესმის რამე არ მოწყინდება